ქართული ოცნებაც რატო გაკონსერვატორდა, ასე ვთქვათ, უცებ ხო, მოულოდნელად, იმიტომ რომ ეს მსოფლიო ტენდენცია წამოვიდა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მას რა ნარატივის დაჭირდა და რა, ესე იგი, რა ნიღბის ჩაცმაც, ასე ვთქვათ, ის ნიღაბი მოირგო, რა თქმა უნდა. ამ თემის, აი, როგორი, ესე იგი, პოლიტიზაციაც მოხდა და აი, როგორ, ესე იგი, პიკამდეც მიაღწია ამ თემამ. ეს არის ჩემი აზრით ხელოვნურად გენერირებული და ამაში თქვენც მიიღეთ რაღაც წვლილი. ჩვენ ვართ პასუხი იმაზე, რა ფულიც, რა მედია რესურსიც მაგის გაправებაში ჩაიდო. თქვენ თუ გონიათ, რომ ეხა მაგას კონტრრეაქცია არ მოყვებოდა, ნუ მოყვა, ფაქტია. ამიტომ ჩვენზე კი არ უნდა გამოიშვიროთ ხელი, თქვენ როგორც პროდასალურმა პარტიამ, კითხვა უნდა დაუსვათ იმ დასალურ ინსტიტუტებს, რომლებიც მილიონებს დებდნენ საქართველოში მაგის გაправებაზე. ეგება ამ დებილობაში რო არ ჩაედოთ რესურსები, ესეთი ანტიდასალური განწყობები არ ყოფილიყო საქართველოში, ჰა? არა, ნახეთ, საქმე როგორ არის, მე მაგას ვამბობ, რომ ეს თემა, ამ თემის აქტუალიზება აწყობდა ქართულ ოცნებას და ამაში მიიღო მონაწილეობა თქვენს ხელი შეუწყოთ და ეხლაც ხელს უწყობთ ჩემი აზრით.